ყველა ერთი და იგივეს გეუბნება. მოერიდე შაქარს, ამოიღე რაციონიდან ტკბილეული, მოერიდე ჯანკფუდს, მაგრამ ამას ვერ აკეთებ. რატომ? ამის უამრავი მიზეზი არსებობს, რასაც ამ ვიდეოში სამწუხაროდ ვერ ჩავატევ, მაგრამ ძირითად მიზეზებს გეტყვი. პირველი და ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიზეზი ალბათ არის გარემოცვა. მითხარი ის 5 ადამიანი, ვისთანაც ყველაზე დიდ დროს ატარებ და გეტყვი ვინ ხარ შენ. დიდწილად ჩვენი ყოველდღიურობა, ჩვენი ყოველდღიური ჩვევები და ასე შემდეგ დამოკიდებულია ჩვენს გარემოცვაზე. ამიტომ თუ შენი გარემოცვა მუდმივად არაჯანსაღ საკვებს იღებს, ეწევა, სვამს, ლოგიკურია რომ შენს იმ ტომის წევრი უნდა იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გაჩერდები ასეთ ადამიანებთან. ამიტომ ყურადღება მიაქციე ვისთან გაქვს ურთიერთობა. ამიტომ ადექი და გაფილტრე შენი გარემოცვა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი რაც წეღან ჩამოთვალე, გაძლევს ძალიან დიდ სიამოვნებას. აქედან გამომდინარე, იმისათვის რომ შენი სხეული გამოყვეს, შენს გონებას უნდა მიაწოდო ალტერნატივა ამ სიამოვნების ნაცვლად. არაჯანსაღი სიამოვნება და ის დოფამინი, რაც ჩვენს ტვინში გამოიყოფა, უნდა ჩაანაცვლო ჯანსაღი ალტერნატივით. როგორებიცაა ვარჯიში, სუფთა ჰაერზე სეირნობა, დილითადრი ადგომა, ხარისხიანი ძილი და ასე შემდეგ. მოკლედ, ძალიან ბევრ ფაქტორზეა ეს ყველაფერი დამოკიდებული. იმისათვის რომ ეს პრობლემა მოაგვარო, ნელ-ნელა უნდა დაიწყო ცვლილებები შენ ცხოვრებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში წლები ისე გავა, რომ მუდმივად ერთ ადგილზე იქნები.